კამპანიის შენგეხება წარმომადგენლები დღეს თავისუფალ დემოკრატებს პარლამენტში შეხვდებიან და იმ საკანონმდებლო ინიციატივებს წარუდგენენ, რომლებზეც ამჟამად მუშაობენ. მხარები დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ ინიციატივასა და მოსმენებზე კანონპროექტს განიხილავენ. გია ცაგარეიშვილი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და მათი განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს. შეხვედრა 16 საათზე გაიმართება. კამპანიის წევრ მარია მოზაშვილის თქმით, ისინი თავისუფალი დემოკრატების შემდეგ შეხვედრას ფრაქციებთანაც გამართავენ. პრევენციული ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს და გახორციელდეს წინსრებით, იქამდე სანამდე გამოქვეყნდება ეს ამაზიანი კადრები. იცით რომ ამ მიმართულებით არის გახმოვანებული გარკვეული მოსაზრება შენგეხებას წარმომადგენლების მიერ, ისინი ითხოვენ გარკვეული საგამოძიებო სტრუქტურის ჩამოყალიბებას. დეტალებში გავივლით ამ საკითხს. დიდი წინააღმდეგობა ამ მიმართულებით ჩვენ არ გაგვაჩნია, მაგრამ მაინც გვაინტერესებს ყველა ნიუანსი ამ საკითხის. ჩვენ წარმოვიდგეთ ასევე მათ ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელზე მუშაობაც ამჟამად მიმდინარეობს, ამიტომ დეტალების დაწესებისგან მე ამ ჯერზე თავს შევიკავებ. ეს არის მოსმენების კანონპროექტი გეტყვით, ანუ ზოგადად და არის კანონპროექტი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ. ასევე შეხვედრისას შევეცდებით მოვისმინოთ მათგან მათი პოზიცია